ყველაზე სოფლიოში ყველაზე მაგარი დედა მყავდა, რომელმაც ამ ცხოვრებაში ყველაფერი მომცა. მე თუ დღეს რამე თუ არ შემდგარი, ყველაფერი აქვს და ჩემი შვილებიც არის დედა ჩემი. არც სწავლა და უკლი, არც განათლება, იქ იმის მასწავლებელია, მის მასწავლებელი, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მე ამ ცხოვრებაში მისი სიკვდილის მერე აი შემდგარი ადამიანი დარჩენილიყავი რა და ვენაცვალე მისულს, მე ვიცი რომ მისულს ახლა არ ვღალატობ, იმიტომ რომ დედა ჩემმა განასიმართლე არ მითხრა, დედა ჩემმა ის სიმართლე მითხრა, რაც მას უთხრეს სამშობიაროში. სამშობიაროდან წამოგიყვანა? სამშობიაროდან წამომიყვანა გურჯაანის. აჰა. გურჯაანის სამშობიაროდან წამომიყვანა. და მას უთხრეს, მაშინ იმ პერიოდში როცა მე ეს მითხრა, მე დავიჯერე, რომ ეს შეიძლებოდა სიმართლე ყოფილიყო, თუმცა ეხლა ვეძებში რომ ვკითხულობ და ვნახულობ ვიდეოებს თუ პოსტებს, ეხლა ყველა იმდენად აი copy paste-ია ყველა ისტორია, რომ აი დედამ გაყიდა, დედა ჩემს საერთოდ უთხრეს, რომ ისო რა ქვია, თვითონ ესე ვყიდის ხოლმეო. ბავშვებსო და არ უნდაო თავის გამოჩენაო და ამიტომო ჩვენ ვართო შუამავლებიო და 9000 მონეთი გადაიხადა დედა ჩემმა. 9000 მონეთი უფრო ძალიან ბევრია.